ზუგდიდის ცენტრში ლომთათის ქუჩაზე ფაჩუაშვილების სახლში დღეს მგელი შევარდა. Წაცებელი თავდაპირველად საბავშვო ბაღის ეზოდან გადმოხდა. ბავშვები იმ დროისათვის შენობაში იმყოფებოდნენ. ქუჩის მაცხოვრებლების განცხადებით მათ ამის შესახებ საგანგებო სამსახურში ატყობინეს, თუმცა სპეციალისტების მოსვლამდე იძულებული გახდნენ ნადირის ლიკვიდაცია თავად მოეხდინათ. ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა ქალაქში გელი რო შემოიჭრა, ეს არის პირველი შემთხვევა. ისაა მომრავლებული ყველა სოფლებში. თითქმის ეს აფხაზეთიდან მოდის უფრო მეტად. შეიძლება ოჯახში რო შემოვარდა, სოფლის მატარებელია ძალიან ის არის. ხო და ამხელა მგელი კაცი რო შეხვედროდა დაედაგებოდა ძალიან საშიშია. საშიშროებას წარმოადგენდა ამ ქალაქისთვის და მოსახლეობისთვის და იმიტომ როგორც ჩვენი დაკვირვებით იყო დორბლები ჰქონდა, შეიძლება ძალიან აგრესიული იყო, შემოიჭრა ეზოში და აქ ბავშვები იყვნენ ტერიტორიაზე და ამიტომ მოქალაქე ეზოს მეპატრონე იძულებული გახდა რომ მოეყვა და გაინადგურებინა ეს გელი. ქუჩის მაცხოვრებლების განცხადებით მტაცებელი ცოფიანი იყო და მისი მოკლა აუცილებლობა წარმოადგენდა. ფაჩუაშვილების ოჯახი და ქუჩის მოსახლეობა იმ ადგილებში დეზინფექციის ჩატარებას ითხოვს, სადაც მგელი იყო. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და გარემოს ზედამხედველობის სამსახური მივიდა.